მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. პრემიერმა დღეს დილით სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ მაღალ ფასებთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ირაკლი კობახიძემ საქმის შესწავლა შესაძლო დანაშაულის გამოვლენა და ამ მიმართულებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ სადისტრიბუციო და მარკეტების ქსელებთან ფასების შემცირების მიზნით მუშაობა უკვე დაწყებულია და უნდა გამოიკვეთოს ყველა შესაძლო ხარვეზი. მოგების მაღალი მარჟის პირობებში კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად დღეს საქართველოში 100,000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასდამაც და შესაბამისად მაღალ ფასებს განაპირობებს. მაგალითად, ესაა ეგრეთ წოდებული ქსელის ქეშბექი. მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან წარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ასე შემდეგ. რასთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეების შესვლა შეთანხმებულად კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც ბუნებრივია დამატებითი ანალიზი ესაჭიროება. აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივახციოთ. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. გარდა ამისა, მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს სიღრმისეულად შეესალონ საკითხი და დაადგინონ ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს შექმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერგეტებს გამოიყენებს. გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს დანაშაულს 4 ეპიზოდში ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით თაღლითური კოლ-ცენტრების უმრავლესობა ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ოპოზიციურ მედია საშუალებებს აფინანსებდა. მათ ნაწილს კი გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. მათივე ინფორმაციით ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელიძეს, რომელიც მეწარმე სუბიექტებისგან ეგრეთ წოდებულ ადკატებს იღებდა. გამოძიების ცნობით გრიგოლ ლილუაშვილმა სხვადასხვა არალეგალური საქმიანობის სანაცვლოდ ჯამში 2,365,000 ამერიკული დოლარი და 1,500,000 ლარი მიიღო. წარდგენილი ბრალი 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ლილუაშვილის მიმართ სასამართლო სხდომაზე პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ადვოკატი განმარტავს, რომ ლილუაშვილის სახელზე არსებულ რამდენიმე უძრავ ქონებას, მათ შორის მის სახლზე რეგისტრირებულ ბინას ყადაღა დაახლოებით 2 თვის წინ დაედო. არც ერთი ქართული ოცნების მაღალჩინოსანი კორუფციაში არ ყოფილა ნებართვის გარეშე. ამდენი წლის განმავლობაში მილიონებს როდესაც იპარავ საქართველოს ბიუჯეტიდან, შეუძლებელია რომ ამის შესახებ არ იცოდეს იმ ადამიანმა, ვინც შენ დაგნიშნა ამ ადგილას. კორუფცია აქამდე რო იყო, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, დღესაც არის, უბრალოდ დღეს კორუფცია ხელში ჩაგდებული აქვს კობახიძე კალაძის კლანს. ეს ხალხი მოიყვანა ქართულმა ოცნებამ. ეს ხალხი თანამდებობებზე დანიშნა ქართულმა ოცნებამ. შესაბამისად, როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის მათი, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არის მათი. არაფერი ქოცური გამოძიება არ არსებობს, არაფერი ქოცური სამართალი არ არსებობს. ეხლა ქოცურ ნონსენსზე რომ თუნდაც ლილუაშვილი ოპოზიციურ არხებს აფინანსებდა, მე კომენტარს რა თქმა უნდა არ გავაკეთებ. მე ირაკლი კობახიძის თავში ნატრიებს ვერ გეტყვით რა კალენდრით მუშაობს, მაგრამ ფაქტია რომ ის ახდენს პოლიტიკურ რეპრესიას ყველა იმ პირს, რომელიც არ არის მისი ფრაქცია და ახდენს საკუთარი პერსონალური ძალაუფლების ჩაცემენტებას. ეს არის ისევ და ისევ შიდა კლანური დაპირისპირება, რომელსაც არაფერი საერთოდ არ გააჩნია ანტიკორუფციულ ძალისხმევასთან. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც და ამას არავინ არ გაურბის თუ ატყობთ თქვენ. გააქცევა პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან იქნებოდა, რომ ეს საკითხები არ გამოსულიყო მზის გულზე. სწორედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკური მიზანი უფრო გაცილებით დიდი არის, ვიდრე ამ გამოწვევების და პრობლემების მიჩქვალვა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მასშტაბი ღონისძიებებისა იმდენად ფართოა, რომ ეს მიანიშნებს არა რაღაც კამპანიურობაზე, არამედ მიანიშნებს იმაზე, რომ მართლაც საქართველოში პრინციპულად სხვა მიდგომა იქნება კორუფციასთან დაკავშირებულ
არსებულ საკითხებთან. ლანჩხუთში მთავარი ნაძვის ხე საზეიმო თაინთო ღონისძიებას დღის მთავარ გმირებთან, ბავშვებთან ერთად რიგითი მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო ღონისძიება ლანჩხუთში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. წინა საახალწლო ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შემოქმედებითი საქართველოსა და ლანჩხუთის მერიის ორგანიზებით გაიმართა. საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საზეიმო თაინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღევანდელი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებებით, განსაკუთრებით ბავშვებისთვის მოეწყო სხვადასხვა აქტივობები, თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა ბავშვები საჩუქრებით და საზეიმო დღეები და საახალწლო დღეები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაგრძელდება. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგიშობა, ახალი წერი, უსურო ჯანმრთელობა, მშვიდობა, კეთილდღეობა და ლამაზი მომავალი. საქართველოს მთავრობის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტების ორგანიზებით იმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. მინდა მიულოცო დამდეგი 2026 წელი ლანჩხუთს, გურიას და მთლიანად საქართველოს. წმინდა გაბრიელი ეპისკოპოსის სამრევლო სკოლაში წინასაშობაო კონცერტი გაიმართა. სხვადასხვა კუთხის საშობაო საგალობლები და საქართველოს რეგიონების მიხედვით ალილო. ეს გახლდათ გუშინდელი კონცერტის შინაარსი, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის, როგორც უმცროსმა, ასევე უფროს კლასელებმა მარიამ მასწავლებლის ინიციატივითა და მონდომებით წარმოადგინეს. ერთმანეთს ენაცვლებოდა შობის დღისადმი მიძღვნილი ტროპალი და საგალობელი, ასევე იმერული, რაჭული, სვანური, მეგრული თუ გურული ალილოები. სამრევლო სკოლის მოსწავლეები კი ნამდვილად შობის მახარებლებს გავდნენ, რომელთა სუფთა და წკრიალა ხმა სასწუდებოდა და გარემოს ატკბობდა. ჩვენ ამ კონცერტისთვის ვიმზადებოდით ყოველ დღე, ძალიან გვიყვარს, ყოველ წელს ვაკეთებთ ამ კონცერტს და ძალიან ველოდებოდით და ყოველ დღე ვშრომობდით, მაგას მეცადინეობდით და ჩემთვის გალობა არის ძალიან კარგი. ტაძარშიც გვალობ, ფოლკლორზეც დავდივარ და ძალიან კარგია და მიყვარს ძალიან გალობა და სიმღერა საერთოდ და ძალიან კმაყოფილი ვარ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი კონცერტით და ძალიან პირველ რიგში მადლობას ვუხდი მარიამ მასწავლებლებს, რომ დაგვეხმარა იმაში, რომ ჩვენი ნიჭი სხვასაც გავუზიაროთ და სხვაც გავახაროთ. ჩვენ საშობაო კონცერტზე ჩვენ შევასრულეთ სხვადასხვა კუთხის სასიმღერო ნიმუშები, ალილოები და რაც თავარია, ყველაზე მეტად რაც მიხარია, საშობაო საგალობლები. ქრისტეს შობისადმი მიძღვნილი საგალობლები ქართკახური და გელათის სამგალობლო სკოლებიდან. ბავშვებზე უნდა ვთქვა, გარდა იმისა, რომ არიან უსაზღვროდ ნიჭიერები და მე მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მათთან ურთიერთობით საშუალება მაქვს. და იმედი მაქვს, რომ შემდეგშიც კარგ კონცერტებს შემოგთავაზებთ. გავესწარი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებელი სკოლის გუნდის საშობაო კონცერტს. ემოციებს ნამდვილად ვერ ვმალავ, იყო არაჩვეულებრივი ღონისძიება, მადლობა ამისათვის სკოლის დირექციას, პედაგოგებს, მადლობა ამ საოცარ და არაჩვეულებრივ ბავშვებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მადლობას ვუხდით ამ სკოლას და მზად ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერაც გქონდეთ ამ სკოლას. წინა საახალწლო საშობაო ღონისძიება ჩატარდა ჩვენთან სკოლაში, გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. ჩვენი სიმღერისა და გალობის გუნდს ჰქონდა შემაჯამებელი კონცერტი. ხელმძღვანელი გახლავთ მარიამ დუმბაძე, გალობისა და სიმღერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია მუშაობს ჩვენთან, მუშაობს ამ ბავშვებთან და აი დღეს წარმოდგენილი იქნა საშობაო საგალობლები და საშობაო სიმღერები. ბავშვებმა გაართვეს თავი აი ამ წინაშე მდგომ ამოცანას და მე ვფიქრობ, რომ ყველა სტუმარი, ვინც ბრძანდებოდა დღეს მოსული, დარჩნენ კმაყოფილები, დარჩნენ ავთოვანებული ჩვენი პატარა აღსაზრდელები, საერთოდ შესანიშნავი ხელოვნები. პირველი არ არის ამათი წარმატება დღეს, იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან არაერთგზის ლაურეატები მოზარდთა და ახალგაზრდული კონკურსების, სიმღერისა და ქართული სიმღერისა და გალობის ფესტივალებისა, ასე რომ
ჩვენ მოხარული ვართ, რომ აი ეს შესაძლებლობა აქვს ჩვენს ბავშვებს და კიდევ ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრ წარმატებებს მიაღწევენ. წინა საახალწლო კონცერტი გაიმართა ოზურგეთის სამუსიკო სკოლაში, რომელსაც რიგით მსმენელებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოზურგეთის სამუსიკო სკოლის დარბაზში სკოლის მოსწავლეები ტრადიციისამებრ შემაჯამებელი წინა საახალწლო კონცერტის წარსდგენ. მთელი წლის ნაშრომი სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად საინტერესოდ შთამბეჭდავა წარმოადგინეს. ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი ეს არასრული ჩამონათვალია იმ კომპოზიტორებისა, რომელიც მოზარდებმა შეასრულეს. იყო საახალწლო თემატიკის ნაწარმოებები, იმპროვიზირებული ნომრები. ასევე საფორტეპიანო და სავიოლინო ნომრებთან ერთად შესრულდა ხალხური და საგუნდო სიმღერები, რომლებმაც მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ამდენი შრომის მიხედვით, ძალიან მაგარი იყო. ყოველ დღე დავდიოდი მუსიკალურში და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ძალიან ყვაყოფილი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ. რადგან კარგად დაუკარგე. ყვაყოფილი ხარ შენი შესრულებით? აპლოდისმენტებით? მე ძალიან მომეწონა. ძალიან კარგად გამოვიდნენ. ვიოლინოებზე ძალიან კარგად დაუყრენ. ძალიან მინდოდა რომ გამოსულიყავი მასწავლებელსაც უთხარი და რადგანაც კი მითხრა, მე სულ ვარჯიშობდი სახლში. ნამდვილად ემოციური დღე იყო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საოცარ და არაჩვეულებრივ ბავშვებს ასეთი ლამაზი შესრულებისთვის, ამ ნიჭიერებისთვის და დიდი მადლობა ასევე სამუსიკო სკოლის პედაგოგებს, დირექციას ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ბედნიერია დღევანდელი დღე იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო სამუსიკო სკოლის აღზრდილებმა დღევანდელი დღისთვის, საახალწლო ღონისძიებისთვის და განსაკუთრებულად მადლობელი ვართ იმიტომ, რომ დაგვესწრო ქალაქის მერი თავისი აპარატით, დაგვდო პატივი და დაგვაფასა მოგზავნდა, რაც ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის. ჩვენმა ბავშვებმა იმუშავა მთელი წლის განმავლობაში და რამდენიმე წუთი ხდება ამ სიამოვნების მიღება მთელი წლის ნამუშევრის შედეგად. დიდი მადლობა ყველას, ვინც მოგზავნდა, დაგვესწრო და გაიზიარა ჩვენი სიხარული. ოზურგეთის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად შობა ახალი წლის დადგომა წინასწარ იზეიმეს. წინა საახალწლო კარნავალი გაიმართა დღეს ოზურგეთის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში. ამჯერად საახალწლო კარნავალზე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მიგვიწვიეს და ნამდვილი ზეიმი გვაჩვენეს. აცეკვებული ანგელოზები და ამღერებული მძინარე მზეთუნახავები მასწავლებელ ფერიასთან ერთად. შთამბეჭდავად შესრულებული ესპანური ტანგო პედაგოგის მონაწილეობით. ერთობლიობაში კი ბევრი სახალისო სიმღერა და ცეკვა სანტაზე, ახალ წელზე, თოვლზე და კარს მომდგარ შობაზე. საშობაო კარნავალში დაწყებითი კლასის ყველა მოსწავლე და პედაგოგი იყო ჩართული, რომელსაც მუსიკის პედაგოგი კრავდა. სადღესასწაულო კარნავალის წამყვანი თოვლის გოგონა იყო სანტასთან ერთად და ეს მისია დღეს პირველ სკოლაში მოსიარული დღესასწაულის გუნდმა შეასრულა. კარნავალის ბოლოს კი სანტასთან ერთად ექსპრომტად აცეკვებული პედაგოგები ვნახეთ, რამაც ყველა კარგ განწყობაზე დააყენა. ყოფილი ვარ, რადგან ხალხი ტაში მიკრავდნენ და ერთად ვღაროდი და ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ჩვენ წამოვადგინეთ სიმღერა თოვლის ბაბული. მე ძალიან კარგად მომეწონა ჩემი ყველაფერი და ყველას ვუსურვებ, რომ კარგად იცეკვოს და იმხიარულოს. ძალიან მიხარია ეს დღესასწაული და ძალიან მომეწონა და ძალიან მიყვარხართ ყველა. ყველას მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს, შობას. როგორც მხიარულად დავამთავრეთ ჩვენ ეს წელიწადი, ისე მხიარულად მინდა დავიწყო და მთელ საქართველოს, უპირველესად ჩემს სკოლას, ჩემს ბავშვებს, ყველა ჩემ მასწავლებელს, მისი მშობლებით ულოცავ ბედნიერ წელს. დღევანდელი დღე ვეცადებ ყველანაირად, რომ ბავშვებისთვის ყოფილიყო დღესასწაული, მთელი გუნდი, ერთმანეთის მხარ და მხარ, მთელი ყველაფერი ეს რასაც ხედავთ ჩვენი ხელით არის მოწყობილი და გაფორმებული. მთელი გუნდით გვინდოდა რომ გაგვეხარებინა ბავშვები და მე მგონი გამოგვივიდა და შედგა ეს დღე. მე ბედნიერი ვარ, რადგან ბავშვების ბედნიერ სახეებს ხედავ. ძალიან ლამაზი დღე იყო დღეს.
დაწყებითების კლასების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთობლივად მოგვილოცეს ახალი წელი. ძალიან კარგი სანახაობა, კარგი მუსიკალური ნომრები ვიხილეთ. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა მონაწილეს, ყველა მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს ასეთი ლამაზი დღისათვის და ბედნიერი დამდეგი უსურვო. ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს. ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია და მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. გამოძიება 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე პარასკევამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.